2026 წლის გლობალური ეკონომიკური სურათი, რომელიც ნამბეოს ცხოვრების ღირებულების ინდექსის მიხედვით იკვეთება, საკმაოდ საინტერესო დინამიკას გვიჩვენებს, სადაც რიცხვები არა მხოლოდ ფასებს, არამედ ქვეყნების განვითარების მოდელებსა და განათლების სისტემების ეფექტიანობასაც ასახავს. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად კვლავ ბერმუდის კუნძულები გვევლინება, სადაც ცხოვრება ნიუ-იორკთან შედარებით 23.5%-ით უფრო ძვირია. რაც ამ ბრიტანულ ზღვისიქითა ტერიტორიას თავისი ოფშორული სიმდიდრითა და ელიტური ტურიზმით გლობალური სიძვირის ეპიცენტრად აქცევს. ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ მსოფლიო ეკონომიკური გრავიტაციის ცენტრები ხშირად სწორედ იქ იყრიან თავს, სადაც შეზღუდული რესურსები და მაღალი მსყიდველობითი უნარი ერთმანეთს კვეთს. თემა კიდევ უფრო დეტალურად რომ გავაანალიზოთ, გეტყვით, რომ 2026 წლის ინდექსი ნიუ-იორკს იღებს საბაზისო ნიშნულად, რაც იმას ნიშნავს, რომ ასე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში ცხოვრება ამერიკულ მეტროპოლისზე იაფია, ხოლო მაღალი მაჩვენებელი ზედნადებ ხარჯებზე მიუთითებს. ევროპულ კონტინენტზე ლიდერობა შვეიცარია ინარჩუნებს 84.3% ქულით, რაც არა მხოლოდ ფრანკის სიმყარით, არამედ ცხოვრების მაღალი სტანდარტითა და რაც მთავარია, მაღალკვალიფიციური მუშახელით აიხსნება. აზიაში კი სინგაპური დომინირებს, სადაც მიწის სიმცირე და იმპორტზე 90%-იანი დამოკიდებულება ფასებს ზრდის, თუმცა ამ სიძვირის უკან უკიდურესად განვითარებული, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა დგას. სწორედ აქ შემოდის განათლების ფუნდამენტური როლი ეკონომიკაში, რადგან მაღალი ღირებულება ხშირად მაღალ ანაზღაურებასა და პროდუქტიულობას უკავშირდება, რაც თავის მხრივ განათლებული საზოგადოების დამსახურება. ქვეყნები, რომლებიც ამ სიაში ლიდერობენ, მაგალითად შვეიცარია, სინგაპური და ამერიკის შეერთებული შტატები, ინვესტიციას ადამიანურ კაპიტალში დებენ, რითაც ქმნიან ისეთ დამატებით ღირებულებას, რომ მაღალი ფასების მიუხედავად მათი ეკონომიკა კონკურენტუნარიანობას არ კარგავს. განათლება ხომ მხოლოდ დიპლომი არ არის, არამედ ის ეკონომიკური აქსელერატორი, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს სიძვირე ცხოვრების მაღალ ხარისხად გარდაქმნას და არა სოციალურ ტვირთად. რეგიონულ კონტექსტში და საქართველოს პერსპექტივიდან ვითარება კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან მოცემული 100 ქვეყნის ჩამონათვალში ჩვენი ქვეყნისა და მისი მეზობლების პოზიციები მკვეთრად განსხვავდება დასავლური გიგანტებისგან. თვალში საცემია სომხეთის პოზიცია, რომელიც 84 ადგილს იკავებს 29.5% ქულით, რაც მიუთითებს, რომ რეგიონში გარკვეული ეკონომიკური აქტივობა და ფასების ზრდა შეინიშნება, თუმცა ის კვლავ ხელმისაწვდომ ქვეყნად რჩება. კიდევ უფრო დაბლა 92 ადგილზე ხვდებით თურქეთს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მაღალი ინფლაციის ფონზე უცხოური ვალუტის მქონე პირებისთვის თურქეთი უკიდურესად იაფლოკაციად რჩება, რაც ლირის დევალვაციით აიხსნება. რაც შეეხება საქართველოს, რუსეთსა და აზერბაიჯანს, მათი არ ყოფნა მოცემულ ტოპ 100 ყველაზე ძვირადღირებულთა სიაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ სიგნალს გვაძლევს. ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის მონაცემებით საქართველო, ისევე როგორც აზერბაიჯანი და რუსეთი, გლობალური მასშტაბით კვლავ იაფი ან ზომიერი ღირებულების ზონაში რჩებიან. საქართველოსთვის ეს ორმაგი დატვირთვის მატარებელია. ერთი მხრივ, დაბალი საცხოვრებელი ხარჯები იზიდავს ტურისტებსა და ციფრულ ნომადებს, რაც ეკონომიკას ამუშავებს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ეს დაბალი ინდექსი, დაბალი შემოსავლებითა და სუსტი განათლების სისტემით არის განპირობებული, ქვეყანა, როგორც ანალიტიკოსები აფასებენ, სიღარიბის მახეში გაბმის რისკის წინაშე დგება. რუსეთის შემთხვევაში კი მისი სიის მიღმა დარჩენა სანქციებით გამოწვეულ იზოლაციასა და შიდა ეკონომიკურ დისბალანსზე შეიძლება მიანიშნებდეს, სადაც მსყიდველობითი უნარი კლებულობს. საბოლოო ჯამში 2026 წლის ინდექსი გვიჩვენებს, რომ მსოფლიო აღარ იყოფა უბრალოდ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებად, არამედ იყოფა იმ ქვეყნებად, სადაც განათლება და ტექნოლოგიები მაღალ ფასებს ამართლებს და იმ ქვეყნებად, რომლებიც კონკურენციას დაბალი ფასებით ცდილობენ.